მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო კოლეგებო, სხდომას გახსნილად ვაცხადებ, კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილია ერთი საკითხი, გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კულტურის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ჩვენ წარმოდგენილ კანონ პროექტს ვიხილავთ დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით, მომხსენებლად საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბატონი ბექა დავითულიანი, მოგესალმებით ბატონო ბექა. ჩვენ გუშინ მუხლობრივად ჩავიარეთ წარმოდგენილი კანონპროექტი და არ იყო ცვლილებები, რამდენადაც ჩვენ ვიცით იურიდიულ დეპარტამენტთან კომუნიკაციის საფუძველზე მოხდა გარკვეული რედაქციული ცვლილებები და თუ შეგიძლიათ რომ მოგვახსენოთ კონკრეტულად რომელ მუხლებში მოხდა ცვლილებები. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა ორი მოსმენით მხარდაჭერისთვის კანონპროექტის. რაც შეეხება რედაქციულ ცვლილებებს, რედაქციული ცვლილება შევიდა პრაქტიკულად ყველა მუხლში და ყველა პუნქტში ამ მუხლების და ტექნიკური ცვლილება შევიდა მეორე მუხლშიც, რომელსაც ასევე დარიგებულ ტექსტში მინდა დამაზუსტებელი კითხვა დავსვა, ამ შემთხვევაში არ ეხება შინაარსობრივ მხარეს. შინაარსობრივი მხარე რჩება უცვლელი, შესული არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რედაქციული ცვლილებები, რომელიც შინაარსობრივ მხარეზე გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, ჩავიაროთ მაშინ მუხლობრივად, ანუ პირველი მუხლის ქვეპუნქტი, ხო? აქ ამ შემთხვევაში რა მოხდა, რა რედაქციული ცვლილება შევიდა უბრალოდ კორექტურა. ასევე მეორე მუხლშიც. დიახ. და ასევე მესამე მუხლში. დიახ. მოგიხსენებათ წარმოდგენილი ცვლილებებით აღნიშნული კანონპროექტი წარმოდგენილი არის კომიტეტის წევრებისთვის, თუ ჩვენ ვეთანხმებით წარმოდგენილი რედაქციული ცვლილებებს, შეგვიძლია უყაროთ კენჭი. წინააღმდეგი ხო არ არის ვინმე? ხო არ სურს განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება? განსხვავებული მოსაზრებებიც არ გვაქვს, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია. სხდომას დახოვლად ვაცხადებ. დიდი მადლობა.